ქრისტიანებს ყველა ტრადიცია განასხვავებდა წარმართთა და იუდეველთაგან. განსხვავდებიან ისინი მიცვალებულთადმი დამოკიდებულებითაც. თუ წარმართები მიცვალებულთა გვამებს წვავდნენ, იუდეველები მათთან შეხებას ერიდებოდნენ, რადგან ამას უწმინდურობა თვლიდნენ. ქრისტიანები მათგან განსხვავებით მიცვალებულებს ფსალმუნებითა და სულიერი საგალობლებით აბარებდნენ მიწას. დაკრძალვა უმეტესად ღამით ხდებოდა. ამიტომ მორწმუნეები სანთლებიდან ჩირაღდნებით ხელში მიაცილებდნენ მათ. აქედან მოდის ტრადიცია მიცვალებულების სანთლებით გაცილებისა. ადგილ, სადაც კრძალავენ მიცვალებულებს, ქრისტიანები იმთავითვე განსასვენებლად მოიხსენიებდნენ. ამით ისინი გამოხატავენ, რომ ადამიანის სიკვდილი მხოლოდ მიძინება და სიზმარია და რომ მას მოჰყვება გაღვიძება, მკვდრეთით აღდგომა. რომში მიცვალებულებს კატაკომბებში ან მიწისქვეშა გალერეებში კრძალავდნენ. მათ სამარხებზე გაკეთებულ ეპიტაფიებსა და ნახატებში კი გამოსახავდნენ სიხარულსა და ქრისტეში აღდგომის სასუებას. განუსაზღვრელია მოწყალება ღვთისა. იგი ყველა მოვლენაში გამოხატავს ნიშნებს თავისი განგებულებისა და ადამიანის მიმართ მოწყალების უხოდგაცემაზე. მთავარია ადამიანმა მთელი გულის ყური მიაპყროს მისკენ. მარკუს ავრელიუსი, რომელიც განაგრძობდა მორწმუნეთა უმოწყალო დევნას, უნებლიეთ ამრავლებდა კიდეც მოწამეთა რაოდენობას. მოწამეთა სიმტკიცეში მას უნდა ამოეცნო ღმრთის მოწყალება და გონს მოსულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. საერთოდ როცა ადამიანი არ უღებს გულს ღმერთს, ამ ნიშნების გამოცნობასაც ვერ ახერხებს. ამიტომაც იყო, რომ ვერაფერმა დაარწმუნა მარკუს ავრელიუსი ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტებაში და ვერ გადახარა იგი მისკენ. ამით კი უარი თქვა თავისივე სულის ცხონებაზე. თუმცა ერთმა ამბავმა ცოტა ხნით მაინც შეძრა მისი სული. ეს 174 წელს მოხდა. მაშინ როცა მარკუს ავრელიუსი გერმანულ ტომებს ებრძოდა, მაშინ საშინელმა გვალვებმა გამოაშრო მიწა და უჯარისკაცები უმძიმეს ყოფაში ჩააგდო. ავრელიუსის ერთი ლეგიონი მხოლოდ ქრისტიანებისგან შედგებოდა. მხოლოდ ისინი არ ჩავარნილან სასოწარკვეთაში. ავრელიუსი თავად შეესწრო, როგორ მოიყარეს მათ მუხლი და იწყეს ღმრთისგან შემწეობის ვედრება და უეცრად ცაში შეიკრიბა შავი ღრუბლები და მიწაზე თავსხმა წვიმა წამოვიდა. წვიმამ გამოაცოცხლა სიცხისგან გათანგული რომაელი ჯარისკაცები. საშინელმა ქარიშხალმა და ჭექაქუხილმა კი მტერით დააფრთხო და მათ გაქცევით უშველეს თავს. წარმართებმა ყველაფერი, რასაკვირველია, თავიანთ ღმერთებს მიაწერეს. ავრელიუსი კი, რომელმაც თავად იხილა ქრისტიანთა გულითადი ლოცვა, დარწმუნდა, რომ მისი ჯარი ქრისტიანთა ლოცვა მიხსნა და ბრძანა შეეწყვიტათ მათი დევნა. შემდგომში აპოლოგეტმა აპოლინერ იეროპოლინელმა ამ ლეგიონს თავის აპოლოგიაში მგრგვინავი ლეგიონი უწოდა. ამას ავრელიუსი უნდა დაერწმუნებია ქრისტიანული სწავლების ჭეშმარიტებაში. მით უმეტეს, რომ იმ დროისთვის ღმერთისგან ახალი განსაცდელი დაატყდა თავს იტალიას. იგი პეთქა შავი ჭირის ეპიდემია. სენი ომიდან დაბრუნებულმა რომაელებმა შემოიტანეს იმპერიაში და იგი მთელი 3 წელი მძვინვარებდა. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ქრისტიანები ბედავდნენ სენით შეპყრობილების მოვლას. გარდაცვლილებსაც ისინი კრძალავდნენ. ქრისტიანები ყველას უწევდნენ დახმარებას, წარმართებსაც და ქრისტიანებსაც. მაგრამ მარკუს ავრელიუსს უკვე დავიწყნოდა ქრისტიანთა ლოცვით მოგებული ომი და კვლავ წამოეწყო მათი დევნა. მას არაერთხელ გადასცეს აპოლოგეტებმა ქრისტიანთა დასაცავი აპოლოგიები. სწორედ ამ დროისთვის წარმოჩინდნენ ცნობილი აპოლოგეტები: მელიტონი, სარდინიის ეპისკოპოსი, აპოლინარ იეროპოლინელი, რომელზეც უკვე მოგახსენეთ. მეორე აპოლოგეტი კი გახლდათ ათენაგორელი ათენელი, სწავლული ფილოსოფოსი, რომელიც მანამდე წარმართი იყო და სწორედ წარმართობიდან მოვიდა ქრისტიანულ სარწმუნოებაში. ათენაგორა ათენელი, დიდი ფილოსოფოსი და ქრისტიანი, ცნობილი არის თავისი განსწავლულობით და ამავდროულად შემორჩენილი არის მისი აპოლოგეტური ნაშრომი, რომელიც მიმართული არის სწორედ ავრელიუსსა და კომოდის მიმართ. ის ძირითადად იცავს ქრისტიანთა მდგომარეობას. ის ცნობილი არის როგორც ღრმა მოაზროვნე და ავტორიტეტი არის ამ პერიოდისთვის. ის განიხილავს ზოგადად რელიგიურ მდგომარეობას იმპერიაში, თუ რა მიმართულებები იყო, თუ როგორ ქონდა ყველანაირ რელიგიას უფლება რომ ემოქმედა იმპერიაში, თუნდაც ისეთებს, რომლებიც საერთოდ პირუტყვების გაღმერთებას ემსახურებოდა, თუმცა იმპერია ამას უშვებდა იმის გამო, რომ რელიგიურად აფსარებლები შემდგომში არასამართლიან მოქმედებას ერიდებოდნენ, თუ კი ისინი მორწმუნეები იყვნენ. და აი ამ ფონზე ის აანალიზებს მთლიანად როგორც რელიგიას, ასევე იმდროინდელ ფილოსოფიას, ასევე
იმ დროიდან პოეზიას და მითოლოგიას და ეუბნება იმპერატორებს, მათ ფილოსოფოსებად მოიხსენიებს. ეს არის აბსოლუტურად დიპლომატიური ნაწარმოები, ნაშრომი, მთლიანად არის გამსჭვალული. არანაირად არ შელახავს მათ უფლებებს და აჩვენებს, რომ ქრისტიანებს, რომლებსაც ასე უკრძალავენ ყველანაირ მსხვერპლშეწირვას და რელიგიურ ყოფას, სწორედ ისინი არიან, რომელიც ჭეშმარიტებას იცავენ. და შემდგომ მოაქვს ფილოსოფოსთან ნააზრევი, როგორც პლატონის, ისე არისტოტელეს, ისე სტოიკოსებისა და აჩვენებს, რომ ისინიც გარკვეულწილად მიდიოდნენ ერთი ღმერთის არსებობასთან და როგორც ერთი ღმერთი ყოველივე შემოქმედი. და აი სწორედ ქრისტიანებიც ამას იცავდნენ და იმის გამო, რომ მათ ქრისტიანები ერქვათ, მხოლოდ სახელის გამო ხდებოდა მათი დევნა და არ ხდებოდა გაანალიზება მათი სწავლებისა. და ის შემდგომ ამისა იწყებს ქრისტიანთა სწავლების გაანალიზებას და მიწოდებას ფილოსოფიურ და ღრმა საღვთისმეტყველო გადმოცემით და ცდილობს, რომ დაიცვას ქრისტიანობა და აჩვენოს, რომ ისინი არ არიან საშიშნი და პირიქით აუცილებელიც არის, რომ მათ მიეცეთ საშუალება თავისი სარწმუნოების გავრცელებისა და არ იხოცებოდნენ იმ ბრალდებების გამო, რასაც აი ამ სახელთან აკავშირებენ, რომ თქვათ ეს როგორც არის ოიდიპოსის აღრევა და სხვა გარკვეული ბრალდებები, რომელიც ქრისტიანების მიმართ ბრალდებდნენ ქრისტიანებს, ამის გამო იდევნებოდნენ და სხვა არაფერი, რადგან თვითონ სწავლებით ქრისტიანები იყვნენ სწორედ ღვთის სიტყვის გამავრცელებლები და ჭეშმარიტი სარწმუნოების მქონებლები. ასევე მას აქვს ნაშრომი, რომელიც დართა აღდგომას ეხება. გალია ეწოდებოდა იმ დროისთვის საფრანგეთის ახლანდელ ტერიტორიას. ისიც რომის იმპერიის ნაწილს შეადგენდა. უძველესი მამების, ევსევის, ეპიფანესა და თეოდორიტის ცნობებით, იქ იქადაგა ქრისტიანობა კრისკენტმა, პავლე მოციქულის მოწაფემ. სხვების აზრით კი გალიაში ქადაგებდა ლუკა მოციქულიც. თუმცა მცირე ცნობები გვაქვს ამ მხარეში პირველ საუკუნისა და მეორე საუკუნის დასაწყისისთვის მახარებელთა ღვაწლზე. მოგვიანებით კი, კერძოდ მეორე საუკუნის შუა წლებში, იქ წმინდა პოლიკარპე სმირნელმა გაგზავნა ქადაგებლები. მათგან ყველაზე მეტად ცნობილია პოფინე და პოლიკარპეს მოწაფე ირინეუსი. ღვთისშემწეობით წმინდა ქადაგებლებმა იქ მალე მოაქციეს ბევრი წარმართი. შემდგომში სწორედ პოფინე გახდა გალიის ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის, ლიონის პირველი ეპისკოპოსი. ლიონთან ახლოს, ვენაშიც, ბევრმა მიიღო ქრისტიანობა. თავდაპირველად წარმართები გულგრილნი იყვნენ ამ ქადაგებების მიმართ. ხოლო შემდეგ, როცა ქრისტიანობამ სწრაფად იწყო გავრცელება, ისინი შეშინდნენ, მას არ განედევნა წარმართული კერპთაყვანის მცემლობა და გაცოფებულებმა იწყეს თავიანთი ღმერთების დაცვა. მაგრამ ქრისტიანულ სარწმუნოებას უკვე ღრმად გაედგა ფესვი ადამიანთა გულებში და ასობით ქრისტიანი ღვთისდიდებით უკვე მზად იყო, მტკიცედ დაეთმინა დევნა. მაშინ წარმართებმა ჩვეულ ხერხს მიმართეს და იწყეს მათზე სხვადასხვა ცილისწამებების გავრცელება. ამან ისეთი დიდი სიძულვილი გამოიწვია წარმართებში, რომ ისინი ყველგან შეურაცხყოფდნენ ქრისტიანებს, გაურბოდნენ მათ, არ უშვებდნენ თავიანთ ბინებში, უგზავნდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესვლას, ყველანაირად ცდილობდნენ მათთვის ზიანის მიყენებას. ასე ახდა მაცხოვრის სიტყვები: მოვალ ჟამი, რაითა ყოველმან, რომელმან მოგწყვიდნეს თქვენ, გონებდეს, ვითარმედ მსხვერპლი შეწირა ღმრთისა. ქრისტიანები კი ყველაფერს მოთმინებით იტანდნენ და იმედით შესქეროდნენ მომავალს. მათ არ აშინებდათ გამძინვარებული ბრბო და მოთმინებით გადაჰქონდათ შეურაცხყოფა, ცემა და ყველაფერი წარმართებისგან. ხალხში რომ გამოიწვიეს ასეთი სიძულვილი, წარმართებმა იწყეს მათი სასამართლოებში დასმენა. დაიწყეს ქრისტიანთა გასამართლება, დაკითხვები, წამება და სიკვდილით დასჯა. დაწვრილებით ამის შესახებ გვიამბობს ირინეუსის ეპისტოლე, რომელმაც ლიონისა და ვენის ქრისტიანთა სახელზე დაუგზავნა იგი მცირე აზიის ეკლესიებს. დევნა, როგორც ჩანს, ძალიან სასტიკი იყო. არ შეიძლება სიტყვებით იმის გადმოცემა, არც კალმით აღწერა ყველა იმ საშინელებებისა, რასაც ბრმა მტრობა შთააგონებდა წარმართებს. არც ყველა იმ წამების აღწერა, როგორადაც აწამებდნენ ისინი ქრისტიანებს. წერს ირინეუსი. დაკითხვაზე გაიყვანეს ლიონელი ეპისკოპოსი პოფინე. იგი უკვე 90 წლისა იყო და ვეღარ დადიოდა. ამიტომ ხელშიაყვანილი გამოიყვანეს. და როცა პროკონსულმა კითხა, თუ ვინ იყო ქრისტიანთა ღმერთი, მან მშვიდად მიუგო: შეიცნობ, თუ ღირსი გახდები. ამ სიტყვებით გაცოფებულმა ბრბომას ქვები დაუშინა და იგი კვლავ დილეგში გამოკეტეს. სწორედ იქ განუტევა სული 2 დღის შემდეგ.
ბრბოკი ნიშნის მოგებით ეკითხებოდა მარტვილებს. მომავლის იმედით ხომ ქადაგებდით თქვენს უცნაურ სარწმუნოებას. ხომ არ გაშინებდეთ წამება და ხომ სიხარულით ეგებებოდით აღსასრულს. ხო და ახლა ვნახავთ, როგორ აღდგებით. რატომ არ გიხსნათ ჩვენი ხელიდან თქვენმა ღმერთმა? ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ არც წამებას, არც სიკვდილს არ შეეძლო მოეწყვიტა ქრისტეს სიყვარულისგან ქრისტიანები. ისინი მათგან მოკლულნიც კი გამარჯვებულნი რჩებოდნენ, რადგან ასეთი აღსასრულით იხვეჭდნენ გვირგვინს, რასაც ღმერთი აძლევდა იმათ, რომლებიც ბოლომდე ინარჩუნებდნენ რწმენას. ასე დაითმინა იმ დღეებში წამება და მტკიცე რწმენით აღესრულა 48 ქრისტიანი. როცა დევნა ჩაწყნარდა, ლიონელმა ქრისტიანებმა ეპისკოპოსად ახლა პოფინეს შემდეგ ირინეოსი დაადგინეს.